სწორედაც დემოკრატიული კულტურის განვითარებას უწყობს ხელს და მოიცავს რამდენიმე კომპონენტს. მთავარი კომპონენტია მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების აი სახელმწიფოებრივ აზროვნებას რომ ვეძახით ხოლმე, აი ასეთი ახალგაზრდების აღზრდა, რაც ძალიან ჭირდება საქართველოს თავისი მომავალი დემოკრატიული განვითარების გზაზე. ეს არის მთავარი კომპონენტი. ამას ეხმარება ორი კომპონენტი, რომელიც არის ბიზნესთან ურთიერთობა, ანუ ხიდად ყოფნა სკოლებსა და ბიზნესს შორის. ამ ხრივაც ბევრი წარმატება უკვე მიღწეული, წელიწადნახევარია რაც ეს პროგრამა დაიწყო და ტექნოლოგიების გამოყენება სამოქალაქო განათლების სწავლების პროცესში. რატომ? იმიტომ რომ ზუსტად ის ახალგაზრდები, რომლებთანაც ჩვენ მუშაობთ, მათი ყოველდღიურობა არის ტექნოლოგიური. ეს არის მე-7-დან მე-12 კლასის ჩათვლით უფროსკლასელი მოსწავლეები და სწორედ ამიტომ ჩვენ გვინდა რომ ტექნოლოგიები დავაკავშიროთ სამოქალაქო განათლებას, მაღალ მოქალაქეობრივ თვითშეგნებას, საზოგადოებაზე ზრუნვას, საერთო სარგებელზე ზრუნვას, ქვეყანაზე ზრუნვას და ასე შემდეგ. ეს არის ძალიან მოკლედ ჩვენი პროგრამის რეზუმე, რომელსაც აფინანსებს USAID. USAID გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო და მისი აქტიური მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რომელთან თანამშრომლობის და მხარდაჭერის და მისი ხელშეწყობის გარეშე საერთოდ ვერ მივახცევდით ჩვენ იმ ყველაფერს, რასაც პროგრამამ მიაღწია ამ ახალი ციკლის ფარგლებში, რომელიც თვითონ ეს სამოქალაქო განათლების პროგრამაა, მაგრამ ასევე USAID-ის მიერ დაფინანსებული წინა სამოქალაქო განათლების ხელშემწყობი პროექტების ფარგლებში. ქალბატონო მარინა, საუბრისას თქვენ ახსენეთ, რომ ეს პროგრამა მოიცავს მე-7-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს. აი ამასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, უფრო დეტალურად რომ გვიამბოთ, აი ამ პროგრამის ფარგლებში ეს მოსწავლეები რა პროექტებს ახორციელებენ და როგორია მათი ჩართულობა? პროექტების ჩამონათვალი ძალიან დიდია და თითოეული პროექტის მიზანია, რომ კონკრეტული პრობლემა მოაგვაროს სკოლაში თუ საზოგადოებაში. ის ყველაფერი, რაც ამასაკის ახალგაზრდებს აწუხებთ, რაც მათთვის აქტუალურია. მე შემიძლია რამდენიმე მაგალითი ჩამოვთვალო. აი ამასიდან ვეცნობოდი ამ ინფორმაციას, ახლა 650 სკოლა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი კარგი ამბავი მოგდის. აი ერთ-ერთი იყო ადიგენის მუნიციპალიტეტში არლის საჯარო სკოლის მოსწავლეები, შეხვდნენ ადგილობრივ თვითმმართველობას და მის წინაშე დააყენეს სკოლისთვის აქტუალური პრობლემები. რა იყო ეს? საკონფერენციო დარბაზის კეთილმოწყობა სკოლაში, სკოლის ეზოს კეთილმოწყობა და სკოლასთან მისასვლელი გზის კეთილმოწყობა. აი ეს არის რაც გააუმჯობესებს იმ მოსწავლეების, იმ სკოლის პედაგოგების ცხოვრებას. შემდეგ უკვე ადგილობრივმა თვითმმართველობამ სხდომაზე მიიწვია მოსწავლეები, იქ უკვე საჯაროდ წარმოადგინეს ეს პრობლემები, რომ რატომ არის ეს აქტუალური, რამდენ ადამიანს ეხება, რამდენს გაუაუმჯობესებს ყოველდღიურობას და მიიღეს დაპირება, რომ ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული. ერთი შედეგად, რომელიც დიდი იმედი მაქვს, რომ დადგება და მეორე პროცესში მონაწილეობა. გადაწყვეტილების მიმღებ ადამიანებთან ახალგაზრდა ასაკიდანვე სწავლობს ადამიანი დიალოგს. არგუმენტირებას, მოსაზრების, მობილიზებას, მხარდამჭერების და იმის მოპოვებას, რაც მას სჭირდება, მის ირგვლივ ხალხს სჭირდება. იგივე იქნებიან ეს მოზარდები, იგივე იქნება სასკოლო საზოგადოება, თუ უბრალოდ სოფლის თემის თუ აი ამ კონკრეტული უბნის მოსახლეობა. რაც შეეხებათ უშუალოდ პედაგოგებს, სწორედ მათი აქტიური ჩართულობით ხორციელდება ის პროექტები, რასაც მოსწავლეები აკეთებენ. როგორ ხდება მასწავლებლების გადამზადება და ასევე სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი ჩამოყალიბდა? აი ამის შესახებაც რომ გვიამბოთ, რას მოიცავს ეს? სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი ჩვენი ხელშეწყობით წლების წინ დაფუძნებული ორგანიზაცია, რომელიც 1000-ზე მეტ სამოქალაქო განათლების პედაგოგს აერთიანებს მთელი საქართველოს მასშტაბით და მისი რიცხვი წევრთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ამ ორგანიზაციის მთავარი მისია არის პედაგოგების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა და დამკვიდრდა უკვე პროფესიული გაზიარების კულტურა. რა არის ეს? ჩვენ როდესაც ვართ ერთი და იგივე პროფესიის წარმომადგენლები, ერთმანეთის კრიტიკის ნაცვლად გავუზიაროთ ერთმანეთს, ჩვენ რა ვისწავლეთ, ჩვენ რა გამოგვდის კარგად. აი იგივე საკლასო ოთახში არსებულ დილემებს როგორ ვუმკლავდებით. მაგალითად, როგორ ვახერხებთ, რომ ეგრეთ წოდებული პასიური ბავშვები ჩავრთოთ უფრო მეტად საგაკვეთილო პროცესში. ან როგორ ვახერხებთ, რომ ინტერესი და мотиваცია აღოძრათ იმ მოსწავლეებს, რომლებსაც ნაკლებ აინტერესებთ ზოგადად აკადემიური პროცესები სკოლაში, ხო? ვახერხებთ იგივე პროექტული სწავლების მეშვეობით. აი სწორედ აი ასეთი საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, მასწავლებლების პროფესიულ განვითარებას ისახავს მიზნად სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი, რომელიც ამას დიდი წარმატებით ახორციელებს და მასწავლებლებისთვის საყვარელი ორგანიზაცია. ახლა უკვე შემოუერთდნენ ამ ორგანიზაციასა და ზოგადად ჩვენ პროგრამაში ძალიან აქტიურად მონაწილეობენ სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სხვა
საგნების პედაგოგებიც. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რატო? ზოგადად სახელმწიფოებრივი აზროვნება, კარგი მოქალაქეობა მარტო სამოქალაქო განათლების მასწავლებლების მიერ გაკვეთილზე სასწავლებელი ამბავი არა, ამით გაჟღენთილი უნდა იყოს მთელი სკოლა. ანუ ყველა საგანში, აი გამჭულს რასაც ეძახიან, ხო? ქართულში ვასწავლით, ვთქვათ, იქ უნდა ვესაუბროთ ამაზე. ქვეყნის მიმართ ადამიანის დამოკიდებულებაზე, პატრიოტიზმზე, საზოგადოებრივ და საერთო სარგებელზე ზრუნვაზე, ხო? უცხოენას ვასწავლით იქაც და ასე შემდეგ უამრავ სხვა საგანში. და სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი სხვა საგნების პედაგოგებიც გვიერთდებიან, ცოტა ხნის წინ ეს ურთი გამოსილების გაზიარების ღონისძიებაც მოეწყო და არაჩვეულებრივად უზიარებდნენ, აი სადაც უფრო მეტი დემოკრატიული კულტურაა, სადაც უფრო მოსწავლეთა თვითმმართველობები უფრო მონაწილეობენ სკოლის ცხოვრებაში, ხო? აი ქაღალდზე კი არ არიან, არამედ კონკრეტულად საქმეს აკეთებენ. აი ბავშვებს აქვთ ხმა სკოლის ცხოვრებაში. ესეთი სკოლები ერთმანეთს უზიარებდნენ გამოცდილებას. ქალბატონო მარინა, პროგრამა მოიცავს მრავალ სხვადასხვა სახის მხარდაჭერას. ბიზნეს სექტორზე მინდა ახლა ყურადღება გავამახვილო და რამდენადაც ვიცი, თქვენ ხშირად ახვედრებთ ბიზნეს სექტორსა და სკოლას ერთმანეთს. აი რომ გითხრათ, რით არის მნიშვნელოვანი ამ პროგრამაში ბიზნესის წარმომადგენლების ჩართულობა? ეს არის ახალი კომპონენტი, წელიწადნახევარი რაც დავიწყეთ ამ ახალ პროგრამასთან ერთად და აღმოჩნდა ძალიან წარმატებული სკოლა ბიზნესის ფორუმებში ვეძახით ჩვენ აი ამ შეხვედრის ღონისძიებებს. გამოდიან მოსწავლეები, გამოაქვთ თავისი იდეები, საპროექტო იდეები და ასაბუთებენ ბიზნესის წინაშე, რატომ უნდა დაუჭიროს ბიზნესმა მხარი ამ იდეის განხორციელებას. ეს შეიძლება იყოს მაგალითად სკოლაში სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, აი უკეთესი სპორტული მოედანი რო გაკეთდეს, გარემოედანი, ან შიდა დარბაზი უკეთესი რო გაკეთდეს, ძალიან ბევრი ასეთ წარმატებული შემთხვევა გვაქვს ჩვენ. შეიძლება იყოს სკოლის ეზოს კეთილმოწყობა, რომ გარეთ გაკვეთილები ღია ცის ქვეშ ჩატარდეს, როცა ამის საშუალებას იძლევა სეზონი და ამინდი. და ასე შემდეგ შეიძლება იყოს უბრალოდ აი სკოლაში თანატოლთა შორის თუ არის უფრო ძალადობის შემთხვევები, აი ამის შესახებ ახალგაზრდებს უნდათ იმუშაონ და ცნობიერება საზოგადოებრივ გაიზარდოს. იყო ასეთი პროექტი კიდე მეტი ევროკავშირის სკოლებში და ახალგაზრდები სასკოლო საზოგადოებას უყვებოდნენ, რას მოგცემს ჩვენ ევროკავშირის წევრობა. ამის შესახებ ძალიან მრავალფეროვანი ამ პროექტების სპექტრი და აქ ორი სარგებელია. ერთი რომ თვითონ სკოლა იღებს სარგებელს, ანუ მაგალითად უკეთესი სპორტდარბაზი, სპორტული ტურნირები ჩატარდება, უკეთესი სპორტული ინვენტარი, აი სიტყვას ეს რომ ავიღოთ და მეორე მოსწავლეები სწავლობენ საკუთარი აზრის არგუმენტირებას, საკუთარი აზრის შთამბეჭდავად წარმოდგენას, მხარდაჭერების მობილიზებას და ზოგადად ისინი სწავლობენ უცხო ადამიანებთან საუბარს. სკოლის მიზანი ხომ ეს არის, რომ ჩვენ და მოვამზადოთ მოსწავლეები ცხოვრებისთვის. აი ამას ისახავს ეს ბიზნესის ჩართულობის კომპონენტი მიზნად. ქალბატონო მარინა, პროგრამის ფარგლებში თქვენ უკვე გაიარეთ ერთი აკადემიური წელი სრულად და ახლა გადიხართ მეორე აკადემიურ წელს. რომ შეაჯამოთ პროექტის მიმდინარეობა? მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად წავიდა, აი კონკრეტულად ბიზნესის კომპონენტი უფრო მეტი ამხრივ, უფრო მეტი შედეგი გამოჩნდა ვიდრე ველოდით და უფრო სწრაფად. ეს მოწმობს იმაზე, რომ მომწიფდა საქართველოში სიტუაცია ამხრივაც. ანუ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესისთვის უცხო ტერმინი აღარ არის. რა არის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა? საზოგადოებაზე ზრუნვა. თუ კი შენ როგორც ბიზნეს გაქვს შემოსავალი, შენი ვალდებულებაც არის და მორალური პასუხისმგებლობაც არის, რომ ეს ასევე გამოიყენო იმ საზოგადოებისთვის და გააუნაწილო იმ ხალხს, სადაც შენ ოპერირებ, ხო? აი იმ კონკრეტულ გარემოში. აი მაგალითად ეხლა ჩვენ სკოლა ბიზნესის ფორუმი გვექნება, მორიგი ასეთი ღონისძიება კახეთში 31 იანვარს და იქაც ველოდებით, რომ სხვადასხვა სკოლები, იქაურ ადგილობრივ ბიზნესებთან და არა თუნდაც ადგილობრივთან, იმიტომ ბევრი არის, რომელიც თბილისში ოპერირებს, მაგრამ იქაც ყავს წარმომადგენლობები, დამეგობრდებიან და ის მეგობრობა შემდეგ უკვე უჩვენოდაც გაგრძელდება ამ სკოლებს ხარდაჭერა. ეს იყო ერთ-ერთი დიდი მიღწევა მოსწავლეთა თვითმმართველობების გააქტიურების მხრივ და მაგ მხრივ კიდე ბევრი გვაქვს სამუშაო, იმიტომ რომ კანონში არის ყველა სკოლას უნდა ყავდეს, მაგრამ რეალურად ხშირად არის ფურცელზე და მშობლებს ძალიან უნდათ რომ მათი შვილები სასარგებლო საქმეში იყვნენ ჩართული. მშობლებსაც ესვით ამის მნიშვნელობა როგორ არ ესვით, მაგრამ მოსწავლეებმა არიციან როგორ გააკეთონ ეს, საიდან დაიწყონ, თავიდან ესე დამოუკიდებელი ინიციატივა ყოველთვის არა აქ მოსწავლეს. აი თავიდან არის რომ აი რაღაცა პროექტის შესახებ გინდა გაიგო. აი თუნდაც პატრონო ცხოველებს რომ ეხმარებიან, ხო? ან თუნდაც სოციალურ დაუცველებისთვის აკეთებენ სოციალურად დაუცველებისთვის ამა თუ იმ აქციას, ნებისმიერი სხვა საკითხი შეიძლება იყოს.
ახალგაზრდას უნდა თავიდან რო იწყებს, რომ მოდი შევუერთდები. აი ეს რო შევუერთდი, ამისთვის იქ რაღაც უნდა ხდებოდეს. მე უკვე შენ თვითონაც იღებ საკუთარ თავზე ინიციატივას და ამის არაერთი მაგალითი გვაქვს, მაგრამ საიდანღაც უნდა დაიწყო. სკოლა უნდა დაგეხმაროს, აი ამისი პლატფორმა სკოლაში უნდა არსებობდეს და ჩვენ ძალიან მოგწონს და აი ძალიან მოწიწებით საუბრობთ იმ სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლების შესახებ და იმ სამოქალაქო განათლების და სხვა საგნის პედაგოგების შესახებ, რომლებიც მოსწავლეთა ასეთ ინიციატივებს ხელს უწყობენ და არაერთი არის ასეთი მთელი საქართველოს მასშტაბით. და ჩვენი საუბრის ბოლოს მინდა გკითხოთ, როგორია განვითარების ტენდენცია საქართველოში სამოქალაქო განათლების მიმართულებით. მე ვფიქრობ, რომ დიდი ნაბიჯები გადაიდგა USAID-ის მხარდაჭერით ამ პროგრამებზე მუშაობა ჩვენ დავიწყეთ 2010 წლიდან, აი გასულია იმის შემდეგ უკვე ბევრი წელიწადი, ერთი ათეული და კიდევ რა თქმა უნდა. და ეს არ არის ადვილი. ზოგადად განათლებაში ინვესტირება შედეგს იძლევა იმ შემთხვევაში, თუ კი დიდი დროის მანძილზე თანმიმდევრულად აგრძელებ ამ ინვესტირებას. აი ხშირად ჩვენი განათლების სისტემაში რა პრობლემა არის, რომ შეიძლება იყოს ესა თუ ის კარგი წამოწყება, მაგრამ ცოტა ხანი ასე ვთქვათ, შეუწყობენ ხელს და შემდეგ თავს მიანებებენ, აღარ მიყვებიან, თანმიმდევრულად ის არ ვითარდება და არ ხორციელდება. ჩვენ USAID-ის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ამის საშუალება მოგვეცა. მე წარმოადგენ ორგანიზაციას PH International და USAID-ის აი ამ პროგრამის ხელმძღვანელი ვარ, USAID-ის მიერ დაფინანსებული. ეს არის ძალიან კარგი, რომ ამის ამდენი წლის მანძილზე კეთების საშუალება მოგვეცა, ეს უკვე ყოველდღიურად ჩვენ გვაძლევს უკეთეს და უკეთეს შედეგს და ბევრი არის ისევ სამუშაო, მაგრამ გამოჩნდნენ სკოლები, რომლებიც მაგალითს წარმოადგენენ, თქვათ აი დემოკრატიული კულტურის მიმართულებით, მოსწავლეთა პროექტების მრავალფეროვნების, აი საინტერესოა მოსწავლეთა ცხოვრება იმ სკოლებში, სიცოცხლე დუხს, ასე ვთქვათ, ხო? აი ამ მიმართულებით სხვა სკოლებისთვის მაგალითს წარმოადგენენ და როგორც კი ესეთი მაგალითები ჩნდება, მე უკვე დანარჩენებსაც უჩნდებათ мотиваცია. ანუ კარგი მაგალითი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ასეთი უკვე არაერთი გვყავს ჩვენ. ამიტომ მოხარული ვართ, რა თქმა უნდა და ვაგრძელებთ მუშაობას.